პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით რატომ გამოხოდით დღეს ქუჩაში, რა გაქვთ სათქმელი? ყოველთვის ახლაც იგივე მიზანი გვაქვს, მასწავლებლების გაერთიანება, საკუთარი დააფიქსიროთ ყველა ადამიანმა არ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ ჩვენი პროტესტი, პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებლად ყველას მთავარი მოთხოვნა და ხელახალი არჩევნების ჩატარება და ახლა დაემატა კიდევ ისიც რომ ჩვენ საერთოდ ევროპულ განათლებასთან შეიძლება ძალიან შორს აღმოჩნდეს ძალიან მალე და შესაბამისად ვფიქრობთ რომ მასწავლებლების მთავარი პროტესტი უნდა ისმოდეს, ხმა უნდა ისმოდეს და ყოველთვის ვფიქრობდეთ მომავალზე, ეს მომავალი ბავშვებს ეკუთვნით და ბავშვების მომავალი ევროპულ სივრცეშია და არა რუსულ პოლიტიკურ დიქტატორულ რეჟიმში, რომელშიც საკითხები განათლების საკითხებთან დაკავშირებით რა რისკებს ხედავთ იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება დარჩება ხელისუფლებაში? რისკები პირველ რიგში ის არის რომ ქვეყანაში უბრალოდ ანარქიული პროცესები დაიწყება, მივალთ აუცილებლად სამოქალაქო ომამდე და ეს გადაიზრდება ფაქტობრივად შეუჩერებელ დაპირისპირებაში, სამწუხაროდ შეიძლება სხერფლის მოხვა სამ ყველაფერს რაც ძალიან არავის არ უნდა და აქედან გამომდინარე თუ ხელისუფლება თუნდაც ერთი ადამიანის პროტესტს ვერ ხედავს და არ ხედავს და ამდენი ადამიანი 20 დღის განმავლობაში რომ გამოდის და პროფესორები, მასწავლებლები, ბავშვები, მშობლები ყველა თავისას გამოხატავს და არასდროს ერთი სახით არ გამოვთქვამს თუნდაც დისკუსიაზე ღია, აი ჩამოვიდნენ აქ, რატომ არ არიან ახლა, ხო არის ჩვენ ხო თვლიან რომ ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ მათ, მოვიდნენ, არავინ არ უპირისპირდება ესე რაიმე მეებით არ ვართ შეიარაღებულები, ერთადერთი გვაქვს სიტყვა, ამ სიტყვასაც გვართმევენ არჩევნების წაგვართვას ყოველ შემთხვევაში და ცდილობენ რომ საბოლოო ჯამში გავჩუნდეთ და თუ ხელისუფლება დარჩება, ჩვენც დავრჩებით ბოლომდე სადამდეც ვიქნებით და სადამდეც არ დაგვიჭერენ და არ დაგვაშინებენ. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არავის არაფერს არ შენია. ძალიან დიდი მადლობა. უკვე